ახარია საქართველოსთვის დაარსებიდან 4 წელი შესრულდა. დღეს პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც წესდების მიხედვით პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის არჩევაზე ემსჯელეს. პარტიას ისევ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, რომელმაც შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და ქვეყანაში და პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. გახარია საქართველოსთვის ლიდერი მიიჩნევს, რომ მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში თანმიმდევრულობას მხოლოდ მისი პოლიტიკური გაერთიანება ინარჩუნებს. გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ მათი პარტია ყველა მომდევნო არჩევნებისთვის ემზადება. ყველა ვინც თვლის დღეს საქართველოში, რომ არც ერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა და ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს აუხსნის. რა არის სამართლიანი წესრიგი? რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი კი არ ამცირებ? და რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი, რომ შეგეძლოს მტერთანაც, ქვეყნის მტერთანაც და ოკუპანტთანაც გამართული საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი.